ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ათონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერის ხატის შესახებ, როგორ გაიარა წყალზე, არ ჩაიძირა და თავად აირჩია ის ადგილი, სადაც უნდა დავანებულიყო. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მსგავსი ისტორია საქართველოშიც ხდება. და ასევე ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება ეს ისტორია, საუბარი ეხება პალიასტომად წოდებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც დღეს საქართველოს ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული. მე-17 საუკუნეში საქართველოში იმოგზაურეს რუსმა ერჩებმა, ტოლოჩანოვმა და იევლევმა, რომლებიც ესეც საინტერესო ფაქტს გადმოგვცემენ. მათ ნახეს უშუალოდ ეს ხატი ბაგრატის ტაძარში და ამ ხატის შესახებ ესეთი ისტორია აქვთ მოთხრობილი, რომ პალიასტომის დაახლოებით პალიასტომის ტბასთან მდებარე ეკლესიაზეა საუბარი, მაგრამ თავად პალიასტომის ციხე ქალაქის საკრებულო ტაძარს უწოდებენ. იქ ბრძანდებოდა ეს ხატი და ამ ტაძარს ყავდა თავისი ხუცესი. სილიბისტროს სახელით არის ცნობილი, რომელსაც გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობელი თან რამდენიმეჯერ გამოეცხადა და სიზმარში ღვთისმშობელი ეუბნებოდა, რომ აუცილებლად ჩაიძირებოდა ეს ქალაქი, ეს ციხესიმაგრე, ეს ტაძარი, ხალხი თურდა, საჭირო იყო ეს ხატი გადაებრძანებინა ქუთაისში. რამდენჯერმე არ დაუჯერა სილიბისტრომ ამ სიზმარს, არ მიიღო ეს სიზმარი, ასე ვთქვათ, სასწაულებრივად და მოხდა ესეთი რამ, რაც ეუწყა მას, აღსრულდა, ჩაიძირა ეს ტაძარი, მოხდა წყალდიდობა და ღვთისმშობლის ხატი წყალში არ ჩაიძირა და ჰაერზე გაიარაო და ჰაერით გადმოვიდა და მიაღწია სილიბისტრომდე. და სილიბისტრომ ეს რომ დაინახა, მუხლებზე დაიჩოქა და შენდობა ითხოვა და ხატი მის ხელებზე დაესვენა. და შემდეგ მიიღო მან ესეთი ხილვა, რომ ეს ხატი უნდა წაებრძანებინა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. აი ესეთი საინტერესო ისტორია უკავშირდება პალიასტომის ღვთისმშობლის ხატს. ასევე ძალიან საინტერესო ცნობები აქვს დაცული იმავე ელჩებს გელათის მონასტერთან დაკავშირებით. ბევრმა არ იცის, რომ გელათის ტაძარში მე-17 საუკუნეში დაცული უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი სიწმინდეები. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კბილი, რომელიც 7 წლის ასაკში მოიცვალაო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რძე. ამის შესახებ ელჩები აღწერენ, ეს კონკრეტულად დიდი მეტრნახევრიანი ჯვრის შიგნით უნდა ყოფილიყო ჩატანებული. ჩვენთვის თავად ეს არ უნახავთ ეს სიწმინდეები, მაგრამ ის ჯვარი ნახეს და ეკლესიის მოკლედ ეპისკოპოსმა გელათში მოუყვა ეს ისტორია თავად ამ ელჩებს, რომ ამ ჯვარში ჩატანებულია ეს ძალიან დიდი სიწმინდეები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ქრისტეს კვართია გადმოცემით, ასევე ვიცით, რომ არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი და აი ეს დიდი სიწმინდეების რო ემატება ჩვენს ისტორიას, ეს ბევრმა არ იცის და ეს მინდოდა გვცოდნოდა.